საღამო მშვიდობის ეთერშია გამოკითხვა ნათია მიქიაშვილთან ერთად. Როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედონ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა? გამართონ საპროტესტო აქცია, არ ითამაშონ ფეხბურთი, დაემორჩილონ კანონს, უბრალოდ არაფერი გააკეთონ თუ პასუხი არ გაქვთ. გთხოვთ იაქტიუროთ ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა-G და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ცნობილ ქართველ ფეხბურთელ საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს გიორგი დემეტრაძეს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით დემეტრაძეს სახელმწიფო სასარგებლოდ ჩამოერთვება ქონება მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30,000 ამერიკული დოლარი. საქმე შეეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ მაზავშიკებთან მოგებულ თანხებს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ. ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი ქურდულ საერთოში იყრიდა თავს. ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი, ვინც ღიად გააკრიტიკა ხელისუფლება და განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებებს კრიმინალები იღებენ, კახი კალაძე გახლდათ. ჩვენ მთლიანად გთავაზობთ იმ განცხადებას, რომელიც კახი კალაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა. მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს. ვფიქრობ, დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ. მეტი გამჭვირვალობა დემოკრატიის შუქურად წოდებულ ქვეყანამ უკანასკნელ წლებში აშკარა რეგრესი განიცადა. ამ თვალსაზრისით ძალიან სამწუხაროა, მაგრამ 21 საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს სტერეოტიპი, რომელიც დაიმსხვრევა და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად თავის თავში უნდა გაანადგუროს. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ. არასდროს შევშინები ვარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებდა, რომ ქვეყანაში კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება. თუმცა გუშინ რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა. ჩვენი ქვეყნის 100,000 მოქალაქეთა მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძეს საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი. აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა. ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ. უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს. გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემი და სასწორი udანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა. თუმცა ამაოდ. მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე udანაშაულოა და ჩვენ მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. გვჯერა, სამართალი პურსჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს. აღნიშნულია კახი კალაძის განცხადებაში. ხვალინდელი თამაშის მსვლელობის დროს საზოგადოების მხრიდან არის ინიციატივა საფეხბურთო მატჩი შეჩერდეს და დემეტრაძის სახელით 30 წუთზე სკანდირება მოეწყოს. ჩვენ კახი კალაძის კომენტარს კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ეთერში. ამ შემთხვევაში მე ყველამ ვიცოდით რა თუ რა იქნებოდა ახლა. კრიმინალები იღებენ გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ კომენტარის გაკეთება ზედმეტია. და რას ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედონ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა? არ ითამაშონ ფეხბურთი, გამართონ საპროტესტო აქცია, დაემორჩილონ კანონს, უბრალოდ შეეგუონ მომხდარს. თუ პასუხი არ გვაქვს, მე კიდევ ერთხელ გთხოვთ იაქტიუროთ ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა-G და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 დღეისთვის პირველი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა, მარტო კალაძემ კი არა. თელმა სპორტის საზოგადოებამ სულ თუ კი ვინც ძველი სპორტსმენია, ახალია, ყველა მოქალაქემ უნდა აიმაღლოს ენა. ენა უნდა ამოიძურეს მაგის დამპატიმრებელს. უფრო კონკრეტული რომ იყოთ იმ ვერსიებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული. უფრო კონკრეტული რომ იყოთ. დიახ, ყველამ უნდა ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს. ანუ თქვენ საპროტესტო აქციას გულისხმობთ. გასაგებია თქვენი პასუხი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი შეკითხვა შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის გიორგი დემეტრაძის დაკავებას და მისთვის თავისუფლების 6 წლით აღკვეთას. როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედონ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა? არ ითამაშონ ფეხბურთი, გამართონ საპროტესტო აქცია, დაემორჩილონ კანონს, უბრალოდ შეეგუონ მომხდარს, თუ პასუხი არ გაქვთ ამ შეკითხვაზე. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. დიახ, საღამო მშვიდობისა. გამარჯობა გისმენთ. ესენი ყველაფერს არიან მიჩეული და რასაც უნდა იმას აკეთებენ და ფეხბურთელებმა არ უნდა ითამაშონ, დაიწყონ აქციები, მას უნდა შეუვერდეს ყველა ვინც მათი გულშემატკივარია და მერე ნახავენ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა, ეთერში ხართ. გისმენთ ეთერში ბრძანდებით. საღამო მშვიდობისა გისმენთ.
თქვენ თუ გახსოვთ ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონატზე. დიახ. მოთამაშე იყო ასეთი პაულ როსი. დიახ. ის რაღაცაში იყო შემჩნეული და იჯდა. დიახ. დაწესებულებებში სადაც ვადიანი არის მოკლედ ეს ყველაფერი და გამოსვლის შემდგომ პრაქტიკულად იტალიის ნაკრებს იმ ადამიანმა მოაგებინა ის ჩემპიონატი. ახლა რა თქმა უნდა ნასამართლობა დარჩება ბატონ გიორგის აბაში მას ვერავინ ვერ დაეხმარება, მაგრამ თხოვნა არ უნდა იყოს ისეთი, რომ საერთოდ ყველაფერი ჩავშალოთ, შევაჩეროთ, გავაჩეროთ, არამედ უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ადამიანს ან პირობით მსჯავრით შეუცვალონ, ან რაღაცა, რომ მისთვისაც იყოს ჭკუის სასწავლებელი. გასაგებია თქვენ. ის რასაც ის დააკავეს, ეს ანუ დაემორჩილონ კანონს, დიახ. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. მოდი ეს შევხედოთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ შეიძლება როგორც ფეხბურთელი ის უკეთესი გახდეს, ვიდრე იყო მანამდე. კი, თუმცა აქ ჩვენი შეკითხვა უფრო კონკრეტულია, ნაოხ საუბარია იმაზე, რა შეიძლება თავად ფეხბურთელებმა რო გააკეთონ და გავაკეთოთ ფეხბურთელებმა და მთელმა სპორტულმა სამყარომ თუ მიაჩნიათ ის, რომ საქართველოსთვის გიორგი გარეთ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე სადღაც გამომწვდეული და ისიც გარკვეულწილად თუ აღიარეს აი ამ ყველაფერს რაც ის გარშემო მოხდა, ის რა თქმა უნდა იქნას როგორც გამონაკლისი, როგორც საქართველოსთვის საჭირო პიროვნება და ფიგურა, გამოსაყენებელი ქვეყნისთვის და ერისთვის, ეს თვითონ უნდა მისგან მოდიოდეს პირველ ყოვლისა. ალბათ უნდა იყოს მას უნდა მიეცეს პირობითი მსჯავრი. აი ხლა ხო არის 1000 სახის მსჯავრია, ხო ასე? აი შესაბამისად მას სწორედ იქ უნდა დაამტკიცოს იმ მინდორზე ხალხის ერის სიყვარული და ის გასაგებია თქვენი პოზიცია. რაც მას შეუძლია. მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 999 რა ვფიქრობთ რა უნდა მოიმოქმედონ ქართველმა ფეხბურთელებმა? არ ითამაშონ ფეხბურთი, გამართონ საპროტესტო აქციები, დაემორჩილონ კანონს, არაფერი თუ ამ შეკითხვაზე პასუხი არ გაქვთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3w გამოკითხვა ჯი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ ეთერში ბრძანდებით საღამო მშვიდობისა. გამარჯობა გისმენთ. ალო? დიახ, საღამო მშვიდობისა. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. ეს ადამიანი, რომელმაც ამდენი სიხარული მისცა ფეხბურთელს და ფეხბურთში გულშემატკივრებს. ციხესის ზომით რა იქნება, გამოვიდეს გარეთ, ითამაშოს და ამით მოიხადოს ეს სასჯელი თუ დასასჯელია. ცირცხვილია, ნამდვილად ცირცხვილია. თქვენ რას ფიქრობთ, ფეხბურთელებმა რა უნდა ქნან, თქვა იმისთვის, რომ ჩვენ კახკალაძის განცხადება მოვისმინეთ, სადაც მან ღიად გააკრიტიკა ხელისუფლება მიღებული გადაწყვეტილებისთვის და სასამართლო. სამწუხაროდ ამ მაყურებელმა არ გაგვცა პასუხი ბოლომდე დასმულ შეკითხვაზე. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ საღამო მშვიდობისა. გამარჯობა, ეთერში ხართ. ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ, გამოკითხულთა 68%-ის აზრით, 79%-ის აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა გამართონ საპროტესტო აქცია. 23% ფიქრობს, რომ მათ არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი, 3%-ის აზრით უნდა დაემორჩილონ კანონს, მე შემდეგი 3% პასუხი არ აქვს ამ შეკითხვაზე, ხოლო თითქმის გამოკითხულთა 1% აცხადებს, რომ ეროვნული ნაკრების წევრებმა არ უნდა ქნან არაფერი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ტექნიკური ხარვეზია, რომელიც გამოსწორდება შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. მშვიდობისა. გამარჯობა გისმენთ. ნათია მე მგონი უნდა გამოვიდნენ სულ ყველა საფეხბურთო დიახ. ნაკრების და მიიღონ მონაწილეობა გაფიცვაში. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ საპროტესტო აქცია უნდა გამართონ თუ არ ითამაშონ ფეხბურთი? უნდა გამართონ საპროტესტო აქცია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი დღევანდელი შეკითხვა გიორგი დემეტრაძის საქმეს უკავშირდება და ის შემდეგნაირად ჟღერს, რას ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედონ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა არ გამართონ საპროტესტო აქციები, არ ითამაშონ ფეხბურთი, დაემორჩილონ კანონს თუ არაფერი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. კალბატონო. დიახ, გისმენთ. ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხსნის, მაგრამ კი ბატონო. რა შუაშია ეხლა ის, რაც? დიახ. აი მაგალითად აი ამ გადაცემაზე მე ხარ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ფეხბურთის. კი ბატონო. ძალიან დიდი. დიახ. მინდა რომ ესე იგი აი ძალიან სულიცა და გულით არ გააფუტონ ეს ყველაფერი და უნდა ითამაშონ. დიახ.
ის ერთმა კაცმა რაღაცა მიქარა და გააფუჭა. ჩაიდინა რაღაცა, ხო? სასამართლო ხო იყო, კაცო, ადვოკატიც აყავდა და ყველაფერი, ესე იგი გადაწყდა ისე რაც. ანუ დაემორჩილონ კანონს თქვენი პოზიცია შემდეგნაირი. აუცილებლად უნდა დაემორჩილონ კანონს და აი ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ და ეს არის ეროვნული საკითხი, მარტო დემეტრაძე კი არ არის კაცო. ამას წელი საქართველოს უყურებს ქართული ხალხი, ქართული გულშემატკივარი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 გადაცემის მეორე ნახევარში ჩვენ სტუმრად გვეყოლება კავშირი ჩვენი ფეხბურთის დამფუძნებელი და ცნობილი ფეხბურთელი დავით ყიფიანის შვილი ლევან ყიფიანი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გენერალ. გამარჯობა გისმენთ. აუცილებლად უნდა საპროტესტო აქციები მოხდეს. აუცილებლად ყველა უნდა გაერთიანდეს, ყველა სპორტსმენმა და გულშემატკივარმა უნდა მიიღოს მონაწილეობა აი ამ უღირს ფაქტზე. რასაც ყოველდღე ხვდებით ჩვენ. დიახ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317-994 ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა, ეთერში ხართ, გისმენთ. გისმენთ. დიახ, გისმენთ, ეთერში ხართ, საღამო მშვიდობისა. ეხა ერთი რაღაცა მინდა ჩემი აზრით დავაფიქსირო იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა როცა ხდება ჩვენ ქვეყანაში ყველა გამოდის და იძახის რომ მოდი აქციები დავიწყოთ, მოდი რაღაც ქვეყანა ჩავაბნელოთ, დავანგრიოთ ყველა როდემდე უნდა ვიყოთ ქართველი ხალხი ამ აზრზე დამოკიდებული და როდემდე უნდა ვიმართოთ ესე სხვების მიერ რა. კი ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ, რა შეიძლება ქნან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა? საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ ის, რომ უნდა ითამაშონ იმათმა და უნდა მათ დამით დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ, რასაც ქვია ქართველი გულშემატკივრის დემეტრაძის საქმესთან დაკავშირებით გეუბნებით და არა ფეხბურთის მატჩის ჩატარებასთან. ანუ ეს არის მარტო საქართველოს ნაკრების მოვალეობა, რომ გაახარო ქართული გულშემატკივარი. კი ბატონო, ანუ არაფერი არ უნდა გააკეთონ, თქვენ ფიქრობთ, გარდა იმისა, მათ რაც ევალებათ. არის სასამართლო და სასამართლო გადაწყვეტავს დემეტრაძის ბრალეულებას თუ არა ბრალეულებას. თუ რაღაცა ხდება ისეთი, რომ თქვა დემეტრაძე დააკავეს ტყუილად. დიახ. ესე ჩვენი საზოგადოების ბრალია და არ შეიძლება რომ რაღაც კვერცხი რომ მიადგება ადამიანს, მაშინ დაიწყოს სირბილი. არიქა დემეტრას სხვა რაღაცა მიზნები ამოძრავებდეს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 და ჩვენი დღევანდელი გადაცემა უკავშირდება გიორგი დემეტრაძის დაკავებას. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთონ მოიმოქმედონ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა? შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. დიახ, გისმენთ. ერთი რაღაც მაინტერესებს. ესე იგი თქვენ მოუწოდებთ რომ კანონი არ დაიცვა საზოგადოებამ. როგორ გიგადრებთ? აქ ერთ-ერთი პუნქტი არის დაემორჩილონ კანონს. ხო, ძალიან ცუდი პუნქტია. თუ არის დამნაშავე უნდა დაისაჯოს. სწორედ ეს პუნქტია, დიახ, მიცდები. თუ არის დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არავითარი პროტესტი და არავითარი გამოსვლები არ უნდა იყოს. გასაგებია ალბათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება დემეტრაძე, პეტრე თუ პავლე დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რა შუაში აქ გამოსვლები და პროტესტი, ზის პროტესტი, რომ დამნაშავე გამოუშვით? ძალიან არა გასაგებია, თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, მაშინ რამ გამოიწვია კახიკალაძის მხრიდან ხელისუფლების და სასამართლოს ღია კრიტიკა? არის გენაცვლი რამ გამოიწვია, ეს მისი აზრი არის, ჩემი აზრი ასეთია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994, ასევე გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმის სამარზე 3w გამოკითხვაჯი და შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრად გვეყოლება ქართული კავშირი ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცნობილი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი ლევან ყიფიანი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობის. გამარჯობა გისმენთ. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ზუსტად ხელისუფლების დამოკიდებულებაც არის ამ სპორტისადმი და ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესისადმი ფეხბურთისადმი, რომ ზედ ამ ესეთი უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ იღებს ხელისუფლებას სასამართლო იქნება ეს თუ აღმასრულებელი ესეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემი აზრით არის აბსოლუტურად უსამართლო. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდება ამ თამაშს. მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა უნდა შეასრულოს, მოიხადოს თავისი ვალი ჩვენი ქვეყნის და გულშემატკივრის წინაშე და ამის შემდგომ აუცილებლად შეუერთდეს იმ განწყობას და იმ პროტესტს, რომელიც დააფიქსირა
ჩვენი გუნდის კაპიტანმა კახი კავაძემ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო და მათ უნდა გამოხატონ თავისი პოზიცია, იმიტომ რომ მე წარმომიდგენია ახლა თითოეული ფეხბურთელი როგორი სტრესის ქვეშ არის, ახლა არის არტილარი ერთი ამბავი, რაღაცა უნდა გამოვიდნენ, არ გამოვიდნენ. ხვალ არის უნიშნელოვანესი თამაში ჩვენი ქვეყნისთვის, მათ უნდა მაქსიმუმი გააკეთონ, მაგრამ შემდგომში მათი სამოქალაქო ღირსება, მათი დამოკიდებულება თავისი თანაგუნდელის და მეგობრისადმი კიდევ უფრო მეტი პრინციპულობით და სიცხადით უნდა დააფიქსიროს. შეკითხვას დაგესვამ თუ შეიძლება. როგორ ფიქრობთ, ხვალინავ თამაშზე გადაწყვეტილი იყო ხელისუფლების წარმომადგენლის მისვლა, მათ შორის პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის და ასე შემდეგ. თუმცა მას შემდეგ რა საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ თამაშის 30 წუთზე დემეტრაძის სახელით უნდა მოეწყოს სკანდირება. მივა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები მივლენ თუ არა ამ თამაშზე. როგორ ფიქრობთ? საერთოდ სტატისტიკა შეგიძლია თქვენ გადაავლოთ თვალი. სტატისტიკურად, სადაც სააკაშვილი გამოჩენილა ფეხბურთის თამაშზე, იქ ჩვენთვის არამომგებიანად და წამგებიანად დასრულებულა. ამიტომ საერთოდ და ფეხბურთისადმი მისი ინტერესი არც თუ ისე მაღალია ზოგადად. ამიტომ საერთოდ თუ გაერიდება ხვალინდელ თამაშს, კარგი იქნება და თუ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები საერთოდ ეყოფათ მაგის ვაჟკაცობა. საერთოდ არ ამგონია რომ ეგენი მივიდნენ, მაგრამ ნამდვილად გეუბნებით ეს შემთხვევაც რო არ იყოს, საქართველოს ნაკრებს თუ დააცლის სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ფეხბურთის თამაშს, კარგი იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ ამოიღეთ სტატისტიკა და ნახავთ რომ როდესაც სააკაშვილი მივიდა, იქ ჩვენთვის თამაშები მეცილად წარუმატებლად გასაგებია. მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. რას ფიქრობთ დემეტრაძის საქმესთან დაკავშირებით? რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა? არ ითამაშონ ფეხბურთი, გამართონ საპროტესტო აქციები, დაემორჩილონ კანონს თუ უბრალოდ არაფერი. ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ. გამოკითხულთა 76% თვლის, რომ ფეხბურთელებმა საპროტესტო აქციები უნდა გამართონ. 22%-ს მიაჩნია, რომ მათ არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. 4% თვლის, რომ ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. შემდეგი 4%-ს პასუხი არ აღმოაჩნდა ამ შეკითხვაზე, ხოლო 1% თვლის გამოკითხულთა, რომ ფეხბურთელებმა არაფერიც არ უნდა მოიმოქმედონ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. მე მგონია რომ მათ ძალიან კარგად უნდა ითამაშონ ფეხბურთი. დიახ. პირიქით, აი როგორც რაგბელები თამაშობენ, ისე უნდა გაგვანებივრონ ესე ვთქვათ ჩვენ და ალბათ მიმართონ რაღაც პროტესტს. თუ ისინი დარწმუნებულები არიან რომ ის არ არის დამნაშავე. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გითხოვთ. საღამო მშვიდობისა. თავარი არის აქ, დამნაშავე არის თუ არა? დიახ. თქვენ რას ფიქრობთ? დემეტრაძე რომ კალაძის განცხადება, რით არის განპირობებული ჩვენი ნაკრების კაპიტანის განცხადება? თავარი დამნაშავე არის თუ არა? თუ დამნაშავეა? დიახ. კანონი უნდა აღსრულდეს. სასამართლომ გადაწყვიტა რომ დემეტრაძე დამნაშავეა და მას 6 წლის თავისუფლების აღკვეთა. დამნაშავეა, უნდა აღსრულდეს კანონი და ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ კანონს უნდა დაემორჩილონ. მაშინ რატომ გააკეთა კალაძემ ესეთი ტიპის განცხადება? განცხადება. მე მგონი მაინც მიკორძებულია, იმიტომ რომ მეგობრის დაცვა უნდა. დიახ. მაგრამ ეგ დათური სამსახურია მე მგონი. თუ დამნაშავეა? დიახ. უნდა აღსრულდეს კანონი. თუ არ არის დამნაშავე, მაშინ უნდა დაუდგენ გვერდზე და სასამართლომ გადაწყვიტა რომ დამნაშავეა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. კალაძის გულისთვის კი არა, ქალმა თავი დაიწვა და იქ არ გამოვიდნენ, ხო გახსოვთ? კი ბატონო, მე მახსოვს. ის დემეტრაძის გულისთვის კი არა, უკაცრავად. აქ ფეხბურთელებზეა საუბარი და არა საზოგადოების ხონაზე. არა, გამოვა რა ყველათ რა. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა ქნან? ერთია თქვა გამოვა, არ გამოვა, მაგრამ ჩვენი შეკითხვა აბსოლუტურად სხვა რამეში მდგომარეობს. რა უნდა მოიმოქმედონ ფეხბურთელებმა დემეტრაძის საკითხთან დაკავშირებით? ფეხბურთი უნდა ითამაშონ. გამართონ საპროტესტო აქცია, დაემორჩილონ კანონს თუ უბრალოდ არაფერი გააკეთონ? აქცია.
გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში შემოსულია 13 სატელეფონო ზარი. აქედან 6 მაყურებელი თვლის, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა გამართონ საპროტესტო აქცია. 5 მაყურებელი თვლის, რომ ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. 1 მაყურებელი თვლის, რომ არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. 1 მაყურებელი მიიჩნევს, რომ მათ არაფერიც არ უნდა გააკეთონ, ხოლო 1 მაყურებელს შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. გამოკითხულთა 78%, თითქმის 79% თვლიან, რომ საპროტესტო აქცია უნდა გამართონ ფეხბურთელებმა. 22% თქმის თვლის, რომ არ უნდა ითამაშოს ფეხბურთი. დაემორჩილონ კანონს 4.5%, 3% პასუხი არ აღმოაჩნდა ამ შეკითხვაზე, ხოლო 1% გამოკითხულთა ფიქრობს, რომ ფეხბურთელებმა არაფერიც არ უნდა გააკეთონ. გამოკითხვა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. გამოკითხვა ეთერში ბრუნდება და ჩვენი დღევანდელი შეკითხვა უკავშირდება გიორგი დემეტრაძის დაკავების საქმეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა ამ ეროვნული ნაკრების წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით? არ ითამაშონ ფეხბურთი, გამართონ საპროტესტო აქცია თუ დაემორჩილონ კანონს, თუ იქნებ ფიქრობთ, რომ არაფერიც არ უნდა ქნან. გთხოვთ იაქტიუროთ ჩვენს ვებმისამართზე 3w გამოკითხვა.g და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა ეთერში ხართ. გამარჯობა ნათია. საღამო მშვიდობისა გისმენთ. იცით რას გეტყვით? დიახ. რა თქმა უნდა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. დიახ. შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. კი ბატონო. მაგრამ უნდა შეუერთდნენ რა თქმა უნდა პროტესტს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რით იყო განპირობებული კახი კალაძის განცხადება და აყვება თუ არა მას დანარჩენი ეროვნული ნაკრების წევრები? იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ ვერ გავიგე უბრალოდ შეკითხვა ბოლოს. როგორ ფიქრობთ, რით იყო განპირობებული კახი კალაძის განცხადება და აყვებიან თუ არა მას ეროვნული ნაკრების დანარჩენი წევრები? რა თქმა უნდა, უსამართლობის შეგრძნებით კახი კალაძის განცხადება, მაგრამ წესით უნდა აყვნენ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გისმენთ საღამო მშვიდობისა. ალო. გამარჯობა ეთერში ხართ. გისმენთ ეთერში ბრძანდებით ქალბატონო. გასაგებია ვერ მოხერხდა მაყურებელთან დაკავშირება. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. იცით რა, ეხლა რო აცხადებენ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დამნაშავე თავრობა, იმიტომ რომ თითოეული პარლამენტარი რო გაჩხრიკონ 30,000 კი არა. 30 მილიონი აღმოაჩნდება სახში და სარდაფებში და სხვადასხვა ბანკებში. თქვენ რას ფიქრობთ? რა უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა? რა უნდა გააკეთონ და ყველა უნდა გაიფიცოს, უნდა ითამაშონ კარგად, უჩვენონ კლასი თამაშის, მაგრამ მერე უნდა მიიყვნენ ბოლომდე საქმეს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია გამოხატოს. მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ ეთერში. ის უნდა გააკეთონ, რომ დემოკრატიის სახელზე ითამაშონ. დიახ. და მე მაიკა შიგნით დააწერონ დემეტრაძე რამდენ გოლსაც გაიტანენ ის აჩვენა მსოფლიოს. მიშას გული გავხეთქონ ამით. გასაგებია თქვენი, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. თუ შეიძლება. დიახ, ეთერში ხართ ქალბატონო. იცით რა? თუ შეიძლება სანამ ბოლომდე წარუდგენენ იმ დანაშაულს თუ დამტკიცდება თუ არ დამტკიცდება დანაშაული. ითამაშოს და როცა დაამტკიცებენ რომ დამნაშავეა, მაშინ იმისჯელონ. სასამართლომ შეუფარდა ქალბატონო მას უკვე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. და რას ფიქრობთ, ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი შეკითხვა გამოწვეული იყო კახი კალაძის განცხადების შინაარსით და საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის განცხადებებით და პოზიციით. ანუ რას ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედონ, საერთოდ უნდა მოიმოქმედონ რაიმე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა. ვთქვათ, გამართონ საპროტესტო აქციები, არ ითამაშონ ფეხბურთი, დაემორჩილონ კანონს, ან იქნებ შეიძლება არც არაფერი არ უნდა გააკეთონ. თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენი სასამართლო. დიახ.
თუ სამართლიანია? დიახ. მაშინ არ ვიცი რა გითხრათ. ანუ პასუხი არ გაქვთ, გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელია ხაზზე, საღამო მშვიდობისა გისმენთ. მშვიდობისა. გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით. აუცილებელია რომ ყველა ხმა იმაღლოს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. დიახ. უმთავრესი ეს არის. და დაუდგეთ, ჩვენს დაუდგეთ რიგითი მოქალაქეები, არა მარტო ფეხბურთელები. ყველა თითოეული მოქალაქის ვალია ეს. ვინაიდან რადგანაც რომელ სამართალზეა ლაპარაკი? ნათია, რომელ სამართალზეა ლაპარაკი? სამართალი არ არსებობს დღეს საქართველოში. არ არსებობს. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულები ვართ სწორედაც რომ ხმა ავიმაღლოთ და წეღან შემოვიდა ერთ-ერთი მოქალაქე და ბრძანა რომ ქალბატონმა თავი დაიწვაო და პროტესტის შეგრძნება არ ქონიაო. აი სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება სხვიში ჭირი ღობეს ჭხირიო. გასაგებია თქვენი პოზიცია. ყველა უნდა გავითავისოთ ეს ყველაფერი. როდემდე ვითმინოთ, როდემდე. ამოვიდა უკვე ყელში ეს უსამართლობები. ეს უკანონობები, აი ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და დამტავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის მეორე ნახევარში ჩვენ სტუმრად პირდაპირ ეთერში გვეყოლება კავშირი ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი, რომელიც ასევე ძალიან ცნობილი ფეხბურთელის დავით ყიფიანის შვილი გახლავთ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. მისმენთ? კი ბატონო, გისმენთ. ერთი რამე არის ნათია რა. დიახ, გისმენთ. ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ ფეხბურთი. კი ბატონო. გიორგი დემეტრას არაფერ არ დაუშავებია რა. დიახ. თქვენ მეუღლეს არ დაგეზიათ მიზოვი? წავით თუ მოგიათ, ხო? დიახ. ხო შეგიბარებიათ, თუ იმაშავება. რა. რა შუაში ეს გამო. საერთოდ არ ვინიზავებ. სამყაროსთან კავშირი რაღაცაში. ხოლე ჩვენმა ფეხბურთელებმა კალაკალაძე არის კაცი, რომელმაც თქვა ის რაც უნდა ეთქვა რა. და დანარჩენმა ფეხბურთელებმა რა უნდა გააკეთონ უფრო კონკრეტული რო. რა? რას ფიქრობთ, დანარჩენმა ფეხბურთელებმა რა შეიძლება რომ გააკეთონ? გიორგი დემეტრაძის საკითხთან კაცი დაკავშირებით. თავის შენ გული შაიხეზე და ისე ილაპარაკე რა. გასაგებია, მაგრამ თქვენი პასუხი უფრო კონკრეტული უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს გადაცემის შედეგებში დავაფიქსირებთ, ამიტომ გთხოვთ, რომ უფრო კონკრეტულად. 30 წუთზე უნდა გაკეთონ ის, რაც თქვენ თქვით. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა, მე ვარ ეთერში. კი ბატონო, ეთერში ბრძანდებით. ну ეს ყველაფერი გასაგებია რომ 6 წელიწადი მიუწევს რაღაც, მაგრამ ვინ არის დარწმუნებული მაშინ? მე მაგალითად დარწმუნებული არა ვარ, რომ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებაა. დიახ. მე მახსენდება, როდესაც დემეტრა თამაშობდა ისრაელში, მიხსენებათ. ну ეგ საფეხბურთო ხელმძღვანელობამ რა თქმა უნდა მიუჩინა ბინა, ძალიან ისეთ ადგილას თელავის ცენტრში რაღაც ძალიან მოკლედ გეტყვით და მახსოვს ერთმა ქართულმა ებრაელმა კი ბატონო უბრალო მოქალაქემ თავი მოიკლა მთელი საფეხბურთო სივრცე ისრაელში დააყენა ფეხზე სანამ თავისი არ გაიტანა და თავისას არ მიაღწია დემეტრას გაიყვანა თავის კორპუსში ესე ვთქვათ ბლოკში და დაასახლა თავის მეზობლად ეს ცნობილი ფაქტია კაცმა თავი მოიკლა ქართულმა ებრაელმა ჩვენს კორპუსში უნდა იცხოვროსო რალაც ჩვენ ასეთები ისეთი ურჯულო ხალხი როგორ ავაც რომ ჩვენ სიმართლეც არ ვიცით ნამდვილად დააშავა ამ კაცმა თუ არა და რატომაც ეჭვმეპარება კახას კახი კალაძის ხომ არ ატკინეს გული იმით რომ დემეტრა დღეს ესეთ დღეშია იმიტომ მე მაგას რას ფიქრობთ დანარჩენმა ფეხბურთელებმა დიახ რას ფიქრობთ 2008 წლის ომის შემდეგ დღეებში თუ რაღაცა თვეებში კახი კალაძემ ძალიან მწვავე განცხადება გააკეთა კი ბატონო მეც მახსოვს ეს განცხადება ცნობილი სიტყვები კახის და რატომღაც მგონია გული ხო არ ატკინეს მეთქი დემეტრას როს რაღაც დაემართა რას ფიქრობთ ძალიან სამწუხაროა რა უნდა მოიმოქმედონ ეროვნული ნაკრების დანარჩენმა უნდა ითამაშონ რა თქმა უნდა პრინციპიალურად უკვე ვიტყოდი რომ უნდა ითამაშონ და უნდა გაიმარჯვონ ბიჭებმა და ეს გამარჯვება მიუძღვნან დემეტრას და მე რა თქმა უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული გამოძიება ნამდვილად დააშავა ამ კაცმა თუ არა რა გააკეთა ამისთან მკვლელები აგერიჯდნენ სანდროს მკვლელები იჯდნენ რამდენი ხანი იჯდნენ თქვენ კარგად იცით ხო რამდენი მიუსაჯეს სასამართლომ გადაწყვეტილება 6 წელი მიუსაჯეს დიახ პირველმა ინსტანციამ თუ არ ვწდები პირველი ინსტანცია იყო ნამდვილად მას 6 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს შესაბამისად კანონმა თავისი სიტყვა თქვა ანუ რა შეიძლება გააკეთოს ფეხბურთელებმა თქვა იმისთვის თუ ისინი დარწმუნებულები არიან მათი მეგობრის უდანაშაულობაში რომ ხელახლა მოხდეს ამ საქმის გადახედვა
უნდა განახდეს გამოძიება აუცილებლად. და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ფეხბურთელებმა რომ გამოძიება განახდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ? რა უნდა გააკეთონ ამისთვის ფეხბურთელებმა რომ გამოძიება განახდეს? საპროტესტო აქცია უნდა აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს ხანაერად არაფერი არ მოხერხდება. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში შემოვიდა 22 სატელეფონო ზარი. აქედან 10 მაყურებელი თვლის, რომ ფეხბურთელებმა საპროტესტო აქციები უნდა გამართონ. 6 მაყურებელი თვლის, რომ ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. 3 მაყურებელს პასუხი არ ჰქონდა შეკითხვაზე. 1 მაყურებელი მიიჩნევდა, რომ არ უნდა ეთამაშათ ფეხბურთი, ხოლო 1 მაყურებელი თვლის, რომ არც არაფერი არ უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. მე მიმაჩნია რომ საერთოდ საქართველოს ფეხბურთი არ არის ერთ და მეორეც ერთი თანადგომა უნდა გამოუცხადონ კაცს რომელსაც არაფერი არ დაუშავებია ტელეფონის ლაპარაკისთვის კაცის დაჭერა არ შეიძლება. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა ნათია. გამარჯობა გისმენთ. რა უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა? ერთ-ერთმა პიროვნებამ თქვა რომ არ უნდა ითამაშონო. თუ ფეხბურთს არ ითამაშებენ, სააკაშვილს ეს არ აინტერესებს. აბსოლუტურად. ხო, ერთადერთი ჩემი აზრით რომ თანაგზობა გამოუცხადონ და საპროტესტო აქციები თუ იქნება საშველი, ნათია პირველი მე ვიქნები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი, გადაცემის მეორე ნახევარში პირდაპირ ეთერში იქნება ლევან ყიფიერი, რომელიც გახლავთ კავშირი ჩვენი ფეხბურთის დამფუძნებელი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ჩემი აზრით ფეხბურთელებმა ფეხბურთი უნდა ითამაშონ. დიახ. რა შეეხება დემეტრაძეს? ძალიან კაი ბიჭია, პირადადაც ვიცნობ, მაგრამ შეცდომა რომ მოვიდა, ყველამ ვიცით, ხო? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ კანონს უნდა გაპოლიტიზირება ყველაფრის რა. ყველამ თავის თავს მოუვა. ანუ კანონს უნდა დაემორჩილოს. ძალიან კაი ბიჭია, მაგრამ სხვა მეთოდებიც უნდა მაგას დახმარება და არა ამითი რა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994 და გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვა ჯი, რომლის შედეგებიც ამ დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება. გამოკითხულთა 77% თვლის, რომ ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა საპროტესტო აქცია უნდა გამართონ. არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი, ასე გონია გამოკითხულთა 20%-ს. დაემორჩილონ კანონს აცხადებს გამოკითხულთა 6%, 4%-ს პასუხი არ აქვს შეკითხვაზე, ხოლო 2% ფიქრობს, რომ ფეხბურთელებმა არც არაფერი უნდა გააკეთონ. ჩვენ დაპირებისამებრ ეთერში კავშირი ჩვენი ფეხბურთის დამფუძნებელთან ლევან ყიფიანთან ერთად დაგიბრუნდებით დროებით. გამოკითხვა დაპირებისამებრ კავშირი ჩვენი ფეხბურთის დამფუძნებელთან ლევან ყიფიანთან ერთად გიბრუნდებათ. ბატონ ლევან, საღამო მშვიდობისა, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ბატონ ლევან, ჩვენი დღევანდელი შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა, რა უნდა მოიმოქმედონ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი დემეტრაძის საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 77% თვლის, რომ მათ საპროტესტო აქცია უნდა გამართონ. 20% თვლის, რომ საერთოდ არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. 6%-ის აზრით ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. 4% ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ხოლო 2% მიიჩნევს, რომ არც არაფერი არ უნდა გააკეთონ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა ქნან ფეხბურთელებმა, თუნდაც კახი კალაძის განცხადების შემდეგ? პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვესალმები მაყურებელთ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და მე ვიტყოდი, აქაც წინ დაუხედავობა მოხდა ხელისუფლების მხრიდან, რომ ესეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ დანიშნეს სასამართლო, რომელსაც აჟიოტაჟი მოყვა და შესაბამისად ეს ძალიან ცუდია ფეხბურთელებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფეხბურთელებმა თავის საქმე უნდა გააკეთონ, მოედანზე გამოვიდნენ და სწორედ კაი თამაშით უნდა დაუმტკიცონ და მხარდაჭერა გამოხატონ თავისი მეგობრის მიმართ. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი პოზიცია ყველა თავისებურად უნდა დააფიქსიროს და ამის რაღაც ძალდატანებით გადატანა ვიღაც კონკრეტულ პიროვნებებზე არ შეიძლება. ყველა თავის თავში უნდა მოძებნოს ძალა, რომ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია და მე ვფიქრობ ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, თამაშის შემდეგ და არაფრის დიდებით თამაშზე არ უნდა მოახდინონ რეაგირება.
გასაგებია, ბატონო ლევან, რას ფიქრობთ, რით იყო გაპირობებული კახიკალაძის განცხადება, რადგან სასამართლომ ფაქტობრივად, სახელმწიფომ თავის პოზიცია დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით, გიორგი დემეტრაძე ჩათვალეს დამნაშავედ და მას 6 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო კახიკალაძემ გუნდის კაპიტანმა გააკეთა განცხადება, სადაც ის ღიად აკრიტიკებს სასამართლოსაც და ხელისუფლებასაც დაშვებული უკანონობისთვის და ჩვენ მისი კომენტარიც კი შევთავაზეს მაღურებელს ეთერში, სადაც ის ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ჩვენს ქვეყანაში კრიმინალები იღებენ. რით იყო განპირობებული ჩვენი გუნდის კაპიტანის ასეთი გაღიზიანება? რა თქმა უნდა, კახის ეს კომენტარი მისგან რა თქმა უნდა სხვა რამეს არც მოველოდით და ეს ნიშნავს ის ვაჟკაცი კაცია, იგი თავის მეგობარს იცავს და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე უბრალოდ ვესწრებოდი რამოდენიმე სასამართლოს გიორგისაც და ჩემმა გაკვირვებამ და პროტესტი გამოიწვია იმან, რომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და მისი მოქმედება იყო აბსოლუტურად ცინიკური, მას ისე ადვილად გამოქონდა სასჯელი 6 წელი, თითქოს ის 6 წელი არაფერი არ არის ახალგაზრდა კაცისთვის, რომელმაც 4 კედელში უნდა გაატაროს 6 წელი. ეს არის ალბათ და მნიშვნელოვანი, რომ ესე ადვილად შეუძლიათ ადამიანებს ეგრეთ გადაწყვიტონ ადამიანის ბედი და რაც ყველაზე მთავარი, აბსოლუტურად აბსურდული და აბსოლუტურად გამოგონილი თემაა იმ თემაზე, რაც თემაზეც არის გიორგი ბატონო ლევან, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დასვა შეკითხვა, საერთოდ იყო დემეტრაძე დამნაშავე თუ არ იყო დემეტრაძე დამნაშავე? რომ ყოფილიყო ის თქვა, 90%-ით მაინც ეჭვმიტანელი ამ დანაშაულში რეალურად, თქვა იგივე მისი მეგობრისთვის კახიკალაძესთვის. ჩვენი გუნდის კაპიტანი თუ დააფიქსირებდა ასე ღიად საკუთარ პოზიციას, როგორ ფიქრობთ? ვიცი, ჩემთვის ცოტა რთულია სხვის კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს ყველა ალბათ პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, თავის თავში უნდა გადაწყვიტოს, დააფიქსიროთ ეს პროტესტი და არ დააფიქსიროთ, ამიტომ ძალ დატანებით ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. ეს ყველას ინდივიდუალურია. მე დავაფიქსირებ ჩემ პროტესტს და გამოდივარ ტელევიზიით და ვიძახი, რომ მხარი დაუჭიროთ გიორგი დემეტრაძეს და ჩვენი პროტესტი იქნება, რომ რაც შეიძლება მალე სააპელაციო სასამართლოში მოხდეს მისი გამართლება. და რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებით ასეთი უხეში შეცდომა, როდესაც მნიშვნელოვანი თამაშის წინ გამოიტანა სასამართლომ მათთვის ფეხბურთელებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება დემეტრაძისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით? ვერ გეტყვით ახლა იმ ადამიანების გონებაში ჩვენ ვერ ჩავიხედავთ, რომლებიც მარტო ცუდზე აკეთებენ აქცენტს, ამიტომ ეს ძალიან რთული საკომენტაროა ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ესე იგი გაუთვლელი ნაბიჯი, როცა იცი, რომ შენ პარასკევისა შაბათს ესეთი მნიშვნელოვანი თამაშია მთელი საქართველოსთვის, ეს ხო საქართველოს სიხარულია, თითოეული მოგებული მატჩი და თითოეული წარმატებულად გატარებული საფეხბურთო თუ სხვა სპორტის სახეობაში გამარჯვება და გამარჯვების მიღწევა, ხო? ამიტომ 4 შაბათს 2-3 დღით ადრე ესეთი პროცესის დანიშვნა, მე ვფიქრობ აბსოლუტურად გაუმართლებელია და ამაზე მე მგონი უნდა ეფიქრათ კიდევაც რა, მაგრამ ჩვენ და საუბედუროთ არავინ არ ფიქრობს ამაზე და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო მიზანმიმართულად, გამიზნულად საფეხბურთო საზოგადოებისკენ წინააღმდეგ მიმართული აქცია და რომ არაფერს არ ზდევენ ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი. აი ეს არის პრობლემა ჩვენი საზოგადოების და ეს მარტო საფეხბურთო საზოგადოების პრობლემა არ უნდა იყოს, ეს თლიანად საზოგადოების პრობლემაა და ნუ გავყოფთ ძალიან გთხოვთ ესე სეგმენტებად, რომ ეს არის საფეხბურთო სამყარო, თქვა ეს არის მოჭიდავების, არა, ეს საერთოდ ჩვენი პრობლემაა, ეს ყველას პრობლემა უნდა იყოს, დაწყებული მასწავლებლებიდან დამთავრებული თვითონ პოლიტიკოსებამდე და ასე შემდეგ. ბატონო ლევან, რას ფიქრობთ, უნდა დაეფიქსირებინა თუ არა საკუთარი პოზიცია გუნდის მწვრთნელს? კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს ყველას პიროვნულად ინდივიდუალურად გადასაწყვეტია და მე ვერავის არა, შეფასებითი ნაწილიც საინტერესოა ბატონო ლევან, იმიტომ რომ აქ საუბარი არის ძალიან ცნობილ თავის დროზე ძალიან წარმატებულ ფეხბურთელზე. ყველა ადრე თუ გვიან ალბათ დააფიქსირებს და თვითონ გადაწყვიტავს როგორ დააფიქსიროს და რანაირად დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ეს არაფრის დიდებით არ შეიძლება რომ თავს მოვახვიოთ. ეს არის ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ გავიგებთ. კი ბატონო. ბატონო ლევან, ხვალისთვის დაგეგმილია საზოგადოების ინიციატივით, დაგეგმილია მატჩის მსვლელობის დროს 21 წურზე დემეტრაძის სახელით მოეწყოს სკანდირება. ამ მატჩზე ასევე დაგეგმილია ხელისუფლების წევრების დასრება. როგორ ფიქრობთ, მივა თუ არა ხელისუფლება მატჩზე?
როგორ გონიათ? ამასაც ჩემთვის ცოტა რთულად საკომენტარო თემა, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცი ვინ მივა სტადიონზე და როგორ. მე ვიცი რომ მე შვილებთან ერთად მივალ და მე არ ვიცი ხა თუ ვინმეს აქვს ვაჟკაცობა, თქვათ ხელისუფლებიდანაც უნდა ადგეს და თუ არის შეუერთდა იმ შეძახილებს მე ესე ვიტყოდი სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენი აქ რა პარტიასაც და რა გაერთიანებასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ესა თუ ის პიროვნება ის თუ თulis რომ ეს ბიჭი არის არასამართლიანად დაკავებული და ეს არის რაღაც შეცდომა მე რბილად რომ ვთქვათ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი გასაგებია და ბატონო ლევან ზოგადად ქართული ფეხბურთის თემა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს აბრალებენ იმას, რომ ისინი საზოგადოებას ასე ვთქვათ ვეღარ ანებიურებენ კარგი თამაშით ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ეს სიტყვა იხმარა მათთან მიმართებაში. თუ ხდება ვთქვათ იგივე სახელმწიფოს ან საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად ფეხბურთელების განებიურება? რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქცია და ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. რა თქმა უნდა ფეხბურთი მთელ სოფლიოში არის როგორც ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობა და ყველგან სადაც ფეხბურთი არ იყო ადრე იმ ქვეყნებმაც კი დაიწყეს ფეხბურთის თამაში და ასე ვთქვათ ქმნიან საფეხბურთო გუნდებს და საფეხბურთო ინდუსტრიას აყალიბებენ რა ჩვენთან პირიქით მოხდა იყო ფეხბურთი და დავკარგეთ ეს ფეხბურთი ეს სავალალო მდგომარეობა რომელიც ალბათ თავიდანვე უნდა დავიწყოთ იმ სამართლიანობით რომელიც არ არის ამ ხრივ ხო იმიტომ მე არ მინდა კიდევ ერთხელ რაღაცას ეგონოს რომ და კომენტარებს ვაკეთებდეთ თითქოს ჩვენ რაღაცას ველოდებით და მაინდა-მაინც მაშინ ვაკეთებთ ამ რეაგირებას სადაც მოგვეცემა ჩვენ საშუალება და გაზეთი იქნება თუ ტელევიზია თუ სხვადასხვა შეხვედრები ჩვენ ვაფიქსირეთ ამ პოზიციას და ელემენტარული რა გახდა რომ ამ საფეხბურთო საზოგადოებამ ვერ აირჩიოს თუნდაც ხელმძღვანელი ვერ აირჩიოს მწნელი ვერ აირჩიოს თქვათ ესა თუ ის პიროვნება ეს რა თქმა უნდა ნება არის რა თქმა უნდა პოლიტიკური ნება არის მე ვფიქრობ რახან ფეხბურთი არის ძალიან მასობრივი და მას შეუძლია ესე იგი მოიცვას საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ხო ამიტომ ხდება ფეხბურთის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ამიტომ ეს ალბათ გასათვლელია ყველაფერი და ეს ესე იგი დასაფიქრებელია რა ძალიან რატო ხდება ეგრე იმიტომ რომ არ შეიძლება ხალხს ესე უყვარდეს სპორტის შესახება და ასე ნეგატიურად იყოს განწყობილი. რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფეხბურთელებს, მოქმედებს გუნდებს, იმ ხალხზე, ვისაც უნდა და ვისაც აქვს სურვილი იყვნენ მოთამაშე საფეხბურთო ინდუსტრიის, მაგრამ ეს დღეს არ ხდება. არ ხდება ეს თუ რატო ხდება, არ ხდება ეს რა თქმა უნდა ამ გადაცემის თემა არ არის და თუ მოგვეცემა საშუალება ადრე თუ გვიან ჩვენ ყველაფერს ჩამოვაყალიბებთ. ბატონ ლევან, რას ფიქრობთ მიმდინარე ამბების ფონზე, როგორი იქნება ჩვენი გუნდის ხვალინდელი თამაში? შედეგები განსაკუთრებით საინტერესოა. მე რა თქმა უნდა კომენტარი ძალიან რთულია. ასეთ შეხვედრაზე რა თქმა ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ ბიჭები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან. მთლიანად სასწავლო შტაბი ფეხბურთელები, ამიტომ ჩვენ ესეთ კომენტარებს რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებთ. თუ რა იქნება მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ჩვენი გუნდი რომ ბრძოლის ზონარიანი და შემართული ესე იგი შეხვდეს ამ თამაშს, იმიტომ რა თქმა უნდა მოწინააღმდეგესაც არ ძინავს და ისიც ასევე შეეცდება რომ დაგვიპირისპიროს რაღაც თავისი ხრიკები. ამიტომ მე ვფიქრობ ხოლმე ძალიან საინტერესო თამაში იქნება, რაზეც ალბათ გულშემატკივრება მაქსიმალურად უნდა მხარი დაუჭიროთ და წარმატებას მივაღწიოთ. გასაგებია, მადლობა ბატონ ლევან სტუდიაში სტუმრობისთვის ეს გახდათ კავშირის ჩვენი ფეხბურთის დამფუძნებელი ლევან ყიფიანი რაც შეეხება ჩვენი გადაცემის დღევანდელ შედეგებს პირდაპირ ეთერში მოხერხდა 25 სატელეფონო ზარის მიღება. აქედან 12 მაყურებელი თვლის რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა უნდა გამართონ საპროტესტო აქცია. 7 მათგანი მიიჩნევს რომ ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. სამ მაყურებელს პასუხი არ ჰქონდა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე. ერთი მაყურებელი თვლის რომ არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი, ხოლო ერთი მაყურებელი მიიჩნევდა რომ არც არაფერი არ უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა. რაც შეეხება ინტერნეტ გამოკითხვას, 77% ასევე თვლის, რომ მათ საპროტესტო აქცია უნდა გამართონ, 20%-ის აზრით არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. 5% თვლის, რომ ისინი კანონს უნდა დაემორჩილონ. 3% შეკითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა, ხოლო ასევე გამოკითხულთა თითქმის 2% თვლის, რომ ფეხბურთელებმა არაფერი არ უნდა გააკეთონ. არგუმენტებში ეკა ბერიძესთან ერთად ზაზა ბურჭულაძე და ბესო ხვეტელიძე წერლები ისაუბრებენ ბოზებს სიკვდილით თუ ქურდებს სიცოცხლე და პრეზიდენტის რეაქცია ამ თემაზე მე ორშაბათამდე გემშვიდობებით იმ იმედით რომ ხვალ ჩვენი ფეხბურთის ნაკრები აუცილებლად მოიგებს ორშაბათამდე.